ეს არის სტილის არხი რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. რადიო იმედის სტილის ეთერშია მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს შემოგვერთა მიხეილ ცაგარელი, რომ გითხრას როგორი კვირა გვექნება დღეს მთელი კვირის განმავლობაში ასტროლოგიურ ნიშნებს და დავიწყებთ რასაკვირველია 12-ვეს, მაგრამ მანამდე რასაც ეთერს მიღმა ვლაპარაკობდით, რა პროცესების წინაშე ვართ, ეს ინფორმაციაც მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ინფორმაცია მდინარე კვირას. მადლობა, მადლობა ყურადღებისთვის პირველში ყველას, მათ შორის მაყურებელს და მინდა ესე იგი მე ცოტა ასეთი თხოვნა მაქვს თქვენ მიმართ, რომ მაყურებლის მიმართ ცოტა მეტად ყურადღებით ვიყოთ უკვე პერიოდში, რომელიც დაიწყება ხუთშაბათიდან. რაღაც მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს, პროექტები, იდეები, ამის რეალიზაცია, მოლაპარაკება, ეს ყველაფერი ხუთშაბათამდე განახორციელეთ. ხუთშაბათიდან იწყება კოსმიური შტორმის პერიოდი. მართალია ეს შტორმული პერიოდები ჩვენ ბევრი გაგვივლია, მინდა გითხრა და იმედია რომ ეხლაც გავივლით მშვიდობიანად, მაგრამ ეს არის ჯერ ერთი პოსტ, ასე ვთქვათ, პერიოდი არჩევნებისა, რომელიც ყოველთვის დაძაბულია საქართველოში. მეორე ნოემბერი ისტორიულად ასევე ყოველთვის დაძაბულია საქართველოსთვის, ყოველთვის მუდმივი დემონსტრაციები, პროტესტები, ყველას ახსოვს ეს ამბები და რასაკვირველია ამას ემატება მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ის თუ რა ხდება ცის გაბადონზე, სადაც ასევე ღრუბლები ნელ-ნელა ემატებიან და იძაბება საერთო სიტუაცია. შესაბამისად ჩვენ მოგვიწევს ეხლა და არა მარტო ჩვენ, საერთოდ სოფლიოსაც ეხება ეს მთლიანობაში, საკმაოდ რთული პერიოდის გადატანა. ეს არის ტრანსფორმაციის, ჩვენ ვართ ეხლა მორიელის ზოდიაქოში, მორიელი ეს არის რა? ჩიტი ფენიქსი, რომელიც ჯერ უნდა დაიწვას და მეორე უნდა ფერფლიდან აღდგეს, ხო? აი ეს პროცესია ახლა საქართველოში. ამიტომ ჩვენ შეიძლება ეხლა დავუწვათ ყველა ეს ძველი, რაც იყო ცუდი და არასასურველი და ახლა როგორც ჩიტი ფენიქსი აღდგება საქართველოს ამ ფერფლიდან აბსოლუტურად სხვანაირი ქვეყანა. ამის შესაძლებლობა გვაქვს, უდავო და იმედია რომ ასეც მოხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს, ჩვენ რთული დედამიწა უკვე ხუთშაბათიდან შედის უარყოფით ენერგოველში 1. მეორე ჩვენ გვაქვს აქ 4 გეომაგნიტური დღე, ესე იგი სამშაბათი, ხუთშაბათი, ასევე პარასკევი და კვირა. ეს დღეები ესე იგი მაქსიმალურად გავუფრთხილდით რას? ჯანმრთელობას, წნევას. გაიზომენ და შესაბამისი პროფილაქტიკით მოიწესრიგეთ ასე ვთქვათ საკუთარი ორგანიზმი და შინაგანი მდგომარეობა. მესამე, არ დაგარგოთ არანაირი ოპტიმიზმი. რაც არ უნდა ხდებოდეთ, რაც არ უნდა სიტუაცია დაიძაბოს. ოპტიმისტურად შეხედეთ სიტუაციას, მე თქვენი ოპტიმიზმით ადევით კეთილდღეობა შეიტანს იმ ენერგიას სამყაროში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტად საერთო ენერგეტიკული სტაბილიზაციის შექმნას. და მოდით აღვნიშნოთ კიდევ მნიშვნელოვანი მოვლენები დღეს, ცოტა გავაფრთხილდით ფულს და ძვირფასეულობას, იმიტომ დანაკარგის ტენდენცია მაღალია. რაც შეეხება უკვე 30 რიცხვის ღამეს, ანუ უკვე როცა 30 თავდება და 31 იწყება, აქ ჩვენ გვაქვს ჰელოუინის ღამე. ჰელოუინი ეს არის რა? ეს არის შავმაგების მიერ მოტანილი, თავის დროზე დემონური ძალების მიერ მოტანილი და ლამაზად გაფორმებული, შეფუთული, მოდი ასე ვთქვა, დღესასწაული, ვითომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ სიამოვნებაში გითხრათ, რომ ეს არის შავმაგების ღამე, ჯადოქრობის ღამე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, გარკვეულ წერტილებში ხვდებიან ყველაზე ცნობილი შავმაგები ერთმანეთს და იწყება სპეციალური რიტუალების ჩატარება ამ ღამეს. რიტუალების მთავარი მონაწილეები არიან მთელი მსოფლიოს ახალგაზრდები. მათ შორის ქართველი ახალგაზრდები, რომელიც ჩაიცვავენ რასაკვირველია დასისხლიანებულ ფერში, სხვა სახის კოსტიუმებს, იყიდება უკვე მაღაზიები გვაქვს ჩვენ ცალკე ჰელოუინის ნიღბებს, სადაც არის რაღაც საშინელებები გამოსახული და ასე შემდგომ, ხო? და ამით ერთობიან ამ გართობაში ისინი იზიდავენ უარყოფით ენერგიას, რომლის აკუმულაცია ხდება შავმაგების მიერ დისტანციურად სხვადასხვა მსოფლიო ქვეყნებში. ამ ენერგიას ისინი რაში გამოიყენებენ? ვიღაცის ოჯახის დაღმგრევაში, ვიღაცის გაუბედურებაში, ვიღაცის ჯანმრთელობის მოსპობაში და ვიღაცის საერთოდ ფიზიკურად მოსპობაში, რასაც აკეთებს და ემსახურება შავმაგია. აი ეს არაფერს არ აკეთებს. არაფერი. ამიტომ ჰელოუინთან იყავით კიდევ ერთხელ ფრთხილად მოუწოდებ ახალგაზრდობას და ცოტა შორს ამისგან არ არის ეს უწყინარი დღესასწაული, როგორც თქვენ ეს გონია და ფიქრობთ, იმიტომ რომ ძალიან კოსტუმირებული, ძალიან გალამაზებულია და სპეციალურად არის გაკეთებული, რომ მიიზიდონ დიდი მასები და დიდი ენერგია წაიღონ, ეს ერთი. და ჰელოუინის მერე განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ გაქვთ გიშერი, ატარეთ.
21 რიცხვამდე მაინც ნოემბრის, იმიტომ რომ აქ თვალისაღების, სულისენგო დაბინძურების და თქვენზე მაგიური ნეგატიური ზეგავლენის ტენდენცია მოიმატებს. ეს ერთი. შემდგომ ესე იგი ამ კვირის მნიშვნელოვანი ციხეშია და ციხეშია და მე მგონი ისევ შიმშილობს. ასე რომ ეს ხო, კიდე ნუ ჩვენ რო გვეგონა რაღაც მითები და ვერ წარმოვიდგენდით, ჰოლივუდშიც კი ხა ბოლო სკანდალი რაც მოვისმინეთ, უკავშირდება გარკვეულ რიტუალებს. რასაკვირველი. ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება. მას შემდეგ რაც ადამიანი შეიქმნა, მაშინვე შეიქმნა შავი მაგია, რიტუალური სისტემები და ასე შემდგომ. ეს არცად არ წასულა, არის და პირიქით კიდევ უფრო მეტად იფურჩქნება. მე თვითონ მკითხავ, ამიტომ ვიღოთ ცოტა ყურადღები და სერიოზულად ამის მიმართ. ნუ დავიჭერთ այդ პოზას ქსირაკლემისა, რომ ფერი არ ხდება. ძალიან კარგადაც ხდება. ეხლა რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, ესე იგი ამ კვირისა, ეს არის რასაკვირველია უკვე პარასკევი დღე. ნაწილობრივ ესე ხუთშაბათი როგორც აღვნიშნეთ, პარასკევი და შემდგომ შაბათზეც გადავა ეს ყველაფერი. ეს არის უკვე ახალმთვარეობის ზონა. ანუ ახალი მთვარე ხდება სად? მორიელის ზოდიაქოში. და მორიელი რა ნიშანია? ის ნიშანია, რომ ეს მოიტანა შავი მაგია სამყაროში. მორიელი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნიშანი ზოდიაქოს ნიშნებს შორის. და აქედან გამომდინარე, მზის და მთვარის შეერთება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში ამ დროს ზუსტად რა ხდება კიდევ ერთი რამოვლენაა დედამიწაზე ეს უკვე ხუთშაბათიდან დაიწყებს სამოქმედებას პარასკევი პიკია და მერე გასტანს დაახლოებით 21 ნოემბრამდე და რა ხდება აქ ცისკაბადონზე ორი ბოროტი პლანეტა და თავსთავად ეს ორივე მართველია მორიელის მარსი და პლუტონი ერთმანეთს უპირისპირდებიან კერჩხების და თხისკას ზოდიაკალურ ღერძზე. აი ეს მათი დაპირისპირება ენერგიებისა რას ნიშნავს? მარსი არის ომი აგრესია, პლუტონი არის ნგრევა. გარკვეულწილად ტრანსფორმაცია, მოდი ეს ვთქვათ, ხო? ამიტომ აგრესია მოიმატებს საზოგადოებაში, ქვეყნებს შორის, ოჯახებში და ასე შემდგომ მოიმატებს სიჯულდე. არავის არც დათმობა არ უნდა. თან აგრესიული ტონით ყველას უნდა თავისი გატარება. ამიტომ მე შეიძლება გახდეს სერიოზული დაძაბულობის, კონფლიქტების ერთ-ერთი მიზეზი, მოიმატებს ეჩვიანობა, წყენა სამაგიეროს გადახდის სურვილი, შინაგანი ბოღმა, შური ადამიანებში და აქედან გამომდინარე სარკასტული გამოთქმებით. პლუს აგრესიასთან და ემოციურ გაუწონასწორობასთან ერთად ეს გამოიწვევს რასკვლელად დაძაბულობას. ამიტომ ჩემი თხოვნა, ჩვენ სარგებლობთ პრინციპით, ვინც გაფრთხილებულია, არა შეშინებულია, არამედ გაფრთხილებულია. ანუ გაფრთხილება მოდის სამყაროდან და არა ის რომ შეგვეშინდეს და პანიკაში ჩავარდეთ. არა, გაფრთხილდით უბრალოდ გაიხსენეთ ეს ჩვენი საუბარი და რა უნდა ქნათ? მეტი დიპლომატია, მეტი თავდაჭერა, მეტი მოთმინება, აი ნებისმიერ რთულ სიტუაციას შეიძლება შექმნას სახლში და სამსახურში. მოხდა ესეთი რამ გაიხსენეთ ეს ჩვენი საუბარი და მაქსიმალური თავდაჭერა. აი ეგეც თქვა, მაქსიმალური მოთმინება დიპლომატიურად ეცადეთ განმოხდოთ ნებისმიერ რთული სიტუაცია. მაშინ თქვენ ამ კოსმურ გამოცდას ჩაბარებთ და შემდგომი თქვენი წინსვლა გარანტირებულია. თუ არა და მაშინ აქთო კონფლიქტი შექმნით, მე ამას მოყვება კიდე სხვა კონფლიქტები და არაერთი. აი ეს უკვე ნიშნავს, რომ არ ჩააბარა ადამიანმა გამოცდა, ხო? შესაბამისად ეს პერიოდი ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთული, ვიმეორებ დაახლოებით 21-მდე გასტანს, 16-ში მერე კიდე გვაქვს სავსე მთვარეობა, კიდე ერთი რთული დღე და აქედან გამომდინარე ხალხი რაღაც დადებითი მოვლენებიც გვექნება, ამას კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ ეს წყალქვეშა დინებები უკვე ყველას უშლის ხელს ხუთშაბათიდან და იღავით ყურადღებით. ეხლა მაგალითად რა არის დადებითი? ნუ თუნდაც შაბათი დღიდან მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა, გადაენაცვლებს მორიელს ტოვებს და გადაენაცვლებს შილდოსთვის მეტად მხიარულ და ოპტიმისტურ ნიშანში, რაც უდაოდ კარგია. ჯერტიას გააძლიერებს გონებამხვილობას ადამიანებში, უცხოენებისადმი მიდრეკილებას და უცხოენების ათვისების კარგუნარს. პლუს გააძლიერებს მგზავრობა-მოგზაურობის უცხოელებთან კონტაქტებისთვის კარგ შესაძლებლობებს, მაგრამ საქართველოსთვის ახლა რამდენად კარგია ვერ გეტყვით. რატო? იმიტომ რომ აქ ისედაც არის ერთი ამბავი და ევროპა და დასავლეთი და ერთი ამბავი აჟიოტაჟი ამ დათახელი და მერკურის გადასვლა უცხოეთის ნიშანში, ანუ შილდოსანში კიდევ გააძლიერებს ამ ტოლვას ევროპისადმი, რამაც შეიძლება მე აგრესიული ელფერი დამატებით მიიღოს. ამიტომ ერთის მხრივ კარგია, მეორეს მხრივ ცუდია. და მოდი აღვნიშნოთ ისიც, რომ აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ პერიოდი მთლიანობაში უკვე ხუთშაბათიდან ყველას განითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილეს და წინდახედულობას.
და ეხლა ვნახოთ წყალქვეშა დინებები ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს ვის რა ელოდება. ვერც და ენერგოტონუსი ჯერ ერთი მცირდება დავიწყოთ აქედან ვერძებო. გასაგებია რომ თქვენ ენერგიული ნიშანი ხართ, მაგრამ ცოტა უკვე უნდა გავფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. რატო? იმიტომ რომ უფრო ადვილად იღლებით და ამას იგრძნობს შრომის უნარიანობა ნელ-ნელა კლებულობს ენერგიის ნაკლებობის ფონზე. ემოციური ფონი სამაგეროდ მატულობს. შეიძლება ადვილად გაღიზიანდეთ, აფეთქდეთ, მithumეტეს კვირის მეორე ნახევარში. პლუს ამას ემატება რა, რომ თქვენ შეცდომებს უშვებთ სულსტრაფობიდან გაუმნარე, რაც მერე ძნელი გამოსასწორებელი იქნება. ეხა ეს მორიელის პერიოდია. მორიელი არის როგორც აუმშეთ ჩვენ საიდუმლო. აი ვერც ძალიან უყვარს საიდუმლოს დაცვა. უჭირს просто საიდუმლოს დაცვა. აი ეხლა უნდა შეიყვაროთ საიდუმლო. ეხლა რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკეთ თქვენი გეგმების შესახებ. თორე გათქმული ინფორმაცია წინ და წინ ყველაფერი დავა უკან მე თქვენს ხორებაში ვერ მიხვდებით რატო. ამიტომ მაქსიმალურად ენასკვლელი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, სუსტრაფობას უკუჩვენება ამ პერიოდში, შვიდჯერ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპი წამოწია წინაპონზე. რო შეცდომები არ დავუშვათ. კუროს რაც შეეხება აქ პირიქით, ერგოტონუსი კუროსი მატულობს. ანუ ჯანმრთელობას იგი ნაკლებად უჩივის, რაც დრო გავა ნელ-ნელა ენერგია მოემატება, განწყობაც გაუმჯობესდება, მართალია გარე ფაქტორები ცოტა ასე ვთქვათ დათრგუნავს მას, მაგრამ კლიანობაში მაინც პერიოდი ცუდი არ არის. შესაძლებლობა იმისა, რომ მან შექმნა საინტერესო ახალი პარტნიორული თანამშრომლობა არის. შეიძლება ძველი ურთიერთობები, გინდათ პირადი სასქესო, გინდათ ბიზნეს საქმიანი, აი ეს ურთიერთობები რაც უფრო სტაბილური იქნება ამ კვირაში, მით უფრო წარმატებული იქნება კურო. მაგრამ კვირის მეორე ნახევარში ახალი მთვარეა. და ახალი მთვარე კუროზეც ახდენს საკმაოდ ზეგავლენას ემოციური კუთხით. თუ თქვენ აქ ემოციურ კონტროლს არ დაუწესებთ საკუთარ თავს, მაშინ შესაძლებელია, რომ პარტნიორებთან გარკვეულმა დაძაბულობამ მიჩინოს თავი. და ამხრივ უკვე გააფუჭებთ ამ ურთიერთობებს, რაც თქვენი მთავარი ფუნდამენტია წარმატებებისა, მოდი ესე ვთქვათ, ამ დროს სტაბილიზაცია პარტნიორული ურთიერთობების. შემოქმედებითი კუთხით კურო შეუძლია ძალიან კარგად წარმოაჩინოს თავის შემოქმედებითი ნიჭი უნარი და შემოქმედებითი სფეროში თავისი სიტყვა, თქვას და მაქსიმალურად გაუფრთხილდეს ფულის ზედმეტ ხარჯს. ეს პერიოდი ხარჯისთვის არ ვარგა. ამიტომ არავითარი კაპიტალ დაბადებები, სერიოზული ინვესტიციები და მსხვილი საყიდლები. ამისგან თავი შევიკავთ. რაც შეეხება ტყუპებს აქ სირთულეები აქვთ, იმიტომ რომ ჯანმრთელობა უკვე არ არის ესეთი მდგრადი, ენერგია აკლდება ამ ნიშანს, ამიტომ უფრო ადვილად იღლება. ამას ემატება მისი გარკვეული თავისუფლად მოქმედების შეზღუდვის ტენდენციები, იმიტომ რომ უფრო მეტად მოუხდება ვალდებულებების შესრულება და ესეთი რუტინული, მაგრამ საპასუხისმგებლო საქმეების შესრულება, რასაც იგი ვერ იტანს. და ამიტომ ჩათვლის, რომ შინაგანად მას ზღუდავენ, არაძლევენ თავისუფლად სუნთქვის და მოქმედების საშუალებას. რაც გამოიწვევს მათი მხრიდან გაღიზიანებას, ემოციურ ეგზალტაციას და რაც ქვია დაძაბავს ეს სიტუაციას. პლუს ამას გავაფრთხილდით ჯანმრთელობა. შეიძლება ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმა წიჩინონ თავი. შეიძლება მოხდეთ არაკვალიფიციური ექიმთან არასწორი დიაგნოზი დაისვას და ამ შედეგად არასწორი წამლობა იყოს. ამ ტენდენციებს რადგან აქ ადგილი სიფრთხილე საჭიროა და სწორი არჩევანი, ასე ვთქვათ, იგივე მედიცინის მუშაკის ეს ერთი და კიდევ კოლეგებთან მაქსიმალური თავდაჭერა მოთმინება. აქ თქვენს პრეტენზიებს ეცადეთ რომ არ ავლენდეთ პრეტენზიებს და მაქსიმალური თავდაჭერა გჭირდებათ ამის მიმართ, რათა კოლეგებთან აქედან გამომდინარე სიტუაციებიც არ დაიძაბოს. ეხლა რაც შეეხება კირჩხებს. კირჩხები ერთ-ერთი ფავორიტია, სამი ფავორიტი გვაქვს ძირითადად. ამ კვირაში კირჩხები, თავზები და მორიელი, ერთ-ერთი ფავორიტი, იმიტომ რომ წყლის სტიქიის პერიოდი, ეს წყლის სტიქიის ნიშანი, ამიტომ ენერგოტონუსი მისი მატულობს, უმჯობესდება განწყობა, შინაგანი შარმი, კრეატიულობა, მიზიდულობა, როგორც ლიდერი, ორგანიზატორი, კარგად წარმოაჩენს თავის მონაცემებს. და ავტორიტეტს აიმაღლებს. ანუ ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ წარმატებულია მისთვის, ფლიანობაში შეიძლება საყურადღების ესე ვთქვათ, ცენტრშიც მოხდეს სხვადასხვა სიტუაციებში ეს ნიშანი, მაგრამ თავარი პრობლემა რა არის? პირადი სასქესო და შვილებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. აქ შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს აზრთა სხვადასხვაობის გამო და მე თვითონ ახლა პოლიტიკური სიტუაცია როცა იძაბება, მათ შორის ოჯახებში ხშირად ხდება განხეთქილება, აბსოლუტურად სხვადასხვა, მათ შორის თაობებს შორის სხვადასხვა პოზიციების გამო. ამიტომ კირჩხებები იყავით თხილად და ყურადღებით. არ შეხვიდეთ ზედმეტ პოლიტიკურ თუნდაც დებატებში, თუ არის ასთა გადასხვაობა, იმიტომ რომ სერიოზულად გაიფუჭებთ საქმეს, ეს როგორც შვილებთან, ასევე სასქესო პარტნიორებთან და აქ მაქსიმალური თავდაჭერა გმართვით. თუ ასეთი სიტუაცია შეიქმნა.
რაც შეეხება ლომებს, იმპერატორთან ნიშნავს ცოტა რთული პერიოდი ეწყება, იმიტომ რომ მორიელთან არ მეგობრობს ლომი, შესაბამისად მისი ერგოტონუსი ახლა მცირდება, ჯანმრთელობა ნელ-ნელა უკან მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ადვილად გაცივდეს, შეიძლება ინფექციური დაავადებების წინაშე აღმოჩნდეს. აქ მოდი ასე ვთქვათ, აუცილებლად უნდა გადაანაწილოს სწორად დრო, ოჯახზე და სამსახურზე. სამ მხარეს არ გადაიხაროს, რომ მეორე მხარე არ დაწაბოს. და კიდევ აუშვათ, რომ ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას მას სჭირდება ყურადღება საყოფაცხოვრებო პრობლემების მიმართ, რომელიც შეიძლება უცებ წარმოიქმნას, მაგალითად, გაფუჭდეს სანტექნიკა, ელექტროტექნიკა და აქ შესაბამისი ხარჯი იქნება საჭირო გასაწევად. პლუს ამას არავითარი მემკვიდრეობის საკითხების გადაწყვეტა და მაქსიმალური თავდაჭერა მოთმინება გამოავლინეთ ოჯახის წევრებთან და ნაცნობთან მართებაში. იმიტომ რომ აქაც შეიძლება სერიოზული დაპირისპირება მოხდეს და ასდრას სხვაობა, რაც კონფლიქტში გადაიზრდება. აი ამ ტენდენციებს მიაქციოთ ყურადღება. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, ერგოტონუსი მათი მატულობს პირიქით, ერგოტონუსის მატება ნიშნავს, რომ სომის უნარიანობა ნელ-ნელა იზრდება, შესაძლებლობა იდეების რეალიზაციისა უკვე მეტია, საერთაშორისო სწავლისთვის უკვე პერიოდში შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი საჭირო ინფორმაცია, ამავდროულად საინტერესო ადამიანები გაიცნოს, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს კი, ეს ყველაფერი კარგი პერსპექტივები უდავოდ არის, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ წყალქვეშა დინებებს, როგორც ხელისშემშლელ ფაქტორებს. რა არის წყალქვეშა დინებები? ამ შემთხვევაში ქალწულისთვის ფეიკების მაღალი ალბათობა, არასწორი ინფორმაცია, საბოლოო ნებისმიერ ინფორმაციას ვიღაც არ უნდა მოდიოდეს, გადაამოწმეთ. ეს ერთი. მაქსიმალური თავდაჭერა მეზობლებთან, მეგობრებთან მიმართებაში, აქაც სიტუაცია არ დაეძაბოს, კიდევ ხოლმე მეორე პაკ. ეხლა პოლიტიკური ვითარება იმდენად იძაბება, რომ შეიძლება ას და სხვადასხვაობამ დიდი კონფლიქტები გამოიწვიოს მეგობრებს შორის, ოჯახის წევრებს შორის, ნაცნობებში და ასე შემდეგ. ამიტომ სიტყვის ეხლა განსაკუთრებულ ყურადღებას და აქტუალურია და გადახედავს გარკვეულ ურთიერთობებს ქალწული, მათ შორის კოლეგებთან, მეგობრებთან, პარტნიორებთან მიმართებაში. შეიძლება ახალი მეთოდოლოგია იპოვოს მუშაობის. ეხლა რაც შეეხება სასწორებს უბრალოდ სკოლასაც ცოტა უჭირთ. ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა არ ამგრადია, რასთავარ იგი ვერ იღებს იმ დახმარებას, რომელსაც ადრე იღებდა კოლეგებიდან, მეგობრებიდან, პარტნიორებიდან. ეხლა ეს დახმარება მცირდება, ყველა ახლა ფიქრობს თავისაზე, ზრუნავს თავის პრობლემებზე. ამიტომაც უჭირს პრობლემები უჩნდება და იდეების რეალიზაცია მეტად რთულდება. აქედან გამომდინარე, ვეცადოთ, რომ ეს პერიოდი ცოტა ყურადღებით გავიაროთ. აქ 7-ჯერ გაზომერთხელ გაჭერის პრინციპი წამოწიოთ წინაპონზე და ნუ ვიჩქარებთ, მეტად დასკვნების გაკეთებისას და ამავდროულად ეს ის პერიოდი, როდესაც არის რაღაცა სკეტო ტენდენციები, მაგალითად ადრეული საქმეებიდან ახლა შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. ეს გამოჩვენებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას, მაგრამ არავით არის ზედმეტი ინვესტიციები და კაპიტალ დავანდებები. ამ ზედმეტად ამ გვერდში ამ ფულს ნუ დახარჯებთ. აქ ცოტა რაციონალური ეკონომიური, ასე ვთქვათ, ხარჯვა საჭირო, რათა ეს კვირა მეტნაკლებად მშვიდად სტაბილურად გავიაროთ. რაც შეეხება მორიელს თავარი ფავორიტი, არასკვლელ ყველაზე აქტიური, ენერგიული, კრეატიული, მიმზიდველი, უშიშარი, მებრძოლი, ლიდერი, რო ეთქვიან, ორგანიზატორია ეს მორიელია. მორიელს ახლა ძალიან ძლიერი გავლენის სფერო აქვს, ყველაზე ინტუიცია ზემძლავრი, ამიტომ შესაძლებლობები ყოველხრივ აქვს, ძალიან კარგი იდეების, პროექტების, მატერიალურ მდგომარეობის გამოჩვენების კუთხით და შემო. მაგრამ თავარი რა არის, რომ ეს ყველაფერი კარგია, წარმატება კარგია, მაგრამ მორიელებო, ამ წარმატებამ თავრო არ დაგახვიოთ. რომ ამის გამო შეიძლება თქვენ გახდეთ ზედმეტად ჯიუტები, ზედმეტად დიქტატორები, ზედმეტად ეგოისტები, აქედან გამომდინარე სხვას მოახვიოთ საკუთარ ნებასურველი, თან ზედმეტი პირდაპირობის და სარკასტული გამოთქმების გამოყენებით. რითიც შექმნით ფარულტრებს და საკმაოდ დაძაბავთ თქვენს ურთიერთობებს ერთგვაროვებთან. ამიტომ არ გაიფუჭოთ საკმაოდ კარგი პერიოდი ამდაგვარი მოქმედებით, თუმცა კვირის მეორე ნახევარში. რა შეიძლება მშვილდოსას აქ პირიქით მშვილდოსნებო თქვენთვის დაიწყო დაბადების წინა ზონა. ანუ ერთ-ერთი ურთულეს პერიოდი წლის განმავლობაში თქვენი ერგოტონუსი ყოველ დღე მცირდება. ამიტომ ადვილად შეიძლება გაცივდეთ ინფექციური დაავადების წინაშე აღმოჩნდეთ ტრავმატული ტენდენციები. ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენ თვითონაც ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ იღლებით უფრო ადვილად ვიდრე წინა პერიოდში. ამასთან ერთად, ამიტომ განსაკუთრებული სურვილი რაღაც საქმის გაკეთების უკვე აღარ გაქვთ. ენერგიის ნაკლებობის ფონზე. ამიტომ ახლა მთავარი რა არის გაიგოთ, რომ ახლა ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ან ძველი საქმე დაასრულოთ, ცოტა მეტად დაასრულოთ საკუთარი თავი. პლუს აკონტროლოთ რა ხდება ზურგს უკან. ფარული მტრები, ჯორები, ინტრიგები, მოშორნეები თქვენ საწინააღმდეგოდ აძლიერებენ მოქმედებებს. ზედმეტი არ ილაპარაკოთ და ჯობია საიდუმლოდ ემოქმედოთ, არ ეხმაუროთ.
რაც შეეხება თხის ენერგოტონუსი მაღალია, აშკარად უმჯობესდება მის შრომის უნარიანობა, ნებისყოფა მოთმინება, პრაგმატული აზროვნება, ლიდერული ორგანიზებული წესები კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამ ნიშანს მაინც განმარტოებისადმი მეტი მიდრეკილება აქვს ამ კვირაში და სხვა შეცდომით სულაც არ იქნება ცუდი, რომ რაღაცები დამალოს, მოდი ეს თქვა და არ გამოაჩინოს ჯერ. თუმცა პერიოდი კარგია მაგალითად რისთვის, სიახლეებისთვის, ახალი იდეა პროექტის ჩამოყალიბება, შეიძლება მისი რეალიზაცია უნდა ხმავრის გარეშე. შეიძლება შეიცვალოს გარეგნული იმიჯი, მაგალითად ახალი მეთოდოლოგია დანერგოს, ანუ სიახლეების შემოტანის კუთხით პერიოდი უდავოდ კარგია. აი, აღარ ჯობია რომ ამ კვირის მეორე ნახევარში არ განახორციელოთ, დავგეგმოთ, მოვამზადოთ სიტუაცია და შემდეგი ორ შაბათიდან უკვე დავიწყოთ მისი კონკრეტული რეალიზაცია. მაშინ იქნება უფრო წარმატებული ეს ნიშანი. სხვა შორის ფეიკების ალბათობა მეორე ნახევარში მაღალია, ამ ნიშანს გამომდინარე კომპიუტერულ სფეროსთან თუ აქ მას ურთიერთობა ინტერნეტთან. ამიტომ გადაამოწმოს ყველაფერი და ესე ადვილად ნოენდობა ინფორმაციას, რომელსაც იქიდან მიიღებს. მათ შორის სოციალური ქსელებიდან. კვირის მეორე ნახევარი ამ ხრივ მატყუარაა მისთვის. ცოტა ხანი შეეშვა სოციალურ ქსელებს. ან შეეშვა სამ გადამოწმოს თუ რაღაცა ინფორმაცია და მიხედოს წიგნებს და მის გამოძემას. ეს ვიღაც კონკრეტული ადრესატი ხავს. მიყურებს ახლა მე. ხო, ეხლა რაც შეეხება მერწყულება ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა, თუმცა შეიძლება ადრეული საქმეები და მატერიალური დივიდენდები მიიღო და გამიჯობესოთ ამ ხრივ ეს ურთიერთობა, მაგრამ პარტნიორული ურთიერთობა მაინც ცოტა დაძაბულია. ეს ერთი გავითვალისწინოთ. ეხლა მეორე, ამ პერიოდში მაქსიმალური თავდაჭერა დიპლომატია გმართებთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, იმიტომ რომ აქ ხდებით ცოტა ჯიუტი და ხისტი. რამაც შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა და ზეგავლენა მოახდინოს ნეგატიური თქვენს კარიერულ წინსვლაზე. ამიტომ ცოტა მეტი დიპლომატია, ცოტა მეტი სირბილე და ჯერ ამ კვირაში არ დახარჯოთ ის თანხები, რომელსაც მიიღებთ. ამის ხარჯვისთვის შემდეგ კვირა ჯობია ვიდრე ეს. ამიტომ არავითარი ინვესტიციები და კაპიტალდაბადები მით უმეტეს კვირის მეორე ნახევარში. და რაც შეეხება თევზები ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული წარმატებული ნიშანია, შემოქმედია ამ პერიოდში. ძალიან კარგი იდეების პროექტების რეალიზაცია შეუძლია, ინტუიცია ზემძლავრია, ამიტომ შეუძლია სწორი არჩევანი გააკეთოს და ძველი პრობლემები ადვილად მოაგვაროს. ეს არის საუკეთესო დრო მოგზაურობის კუთხით ოღონდ კვირის პირველი ნახევარი მეტად. მეორე ნახევარში შეიძლება ცოტა სირთულეები იყოს ტექნიკური კუთხით ტრანსპორტთან დაკავშირებით ან სხვა მხრივ და ცოტა ყურადღებით იყოს კვირის მეორე ნახევარში ამ მხრივ, მაგრამ უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით კვირა უდაოდ კარგია, რაც შემდგომი დივიდენდების მოზიდვის და სხვა წარმატებული მოქმედების ერთ-ერთი საწინდარი იქნება. ეს მოკლე ინფორმაცია ამ კვირისა. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ესე იგი ახალი მთვარე და ჰელოვინი გვაქვს, კი ბატონო, წარმატებულიც დავამატეთ, ანუ გავასამეთ. ესე იგი ვიყოთ ყურადღებით და მომდევნო ორშაბათს ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს და რასაკვირველია მოგაწვდით კვლავ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს, რომელსაც ასე ელოდებით კვირიდან კვირამდე. მადლობა ყურადღებისთვის.